საქართველოში 2024 წელს უმუშევრობის ისტორიული მინიმუმი დაფიქსირდა. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით დასაქმებულთა რაოდენობა გასულ წელს 67,9%-ით გაიზარდა და 1,402,000 შეადგინა. დაბალია უმუშევართა რაოდენობაც, რომელიც 34,7%-ით შემცირდა და 227,000 გაუტოლდა. ბოლო 3 წლის განმავლობაში ამავე მონაცემებით სტაბილურად ფიქსირდება უმუშევრობის შემცირებისა და დასაქმების ზრდის ტენდენციები. კერძოდ 2021 წელთან შედარებით უმუშევრობის დონე 6,7% პუნქტით არის შემცირებული, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 185,000-ით არის გაზრდილი. 2024 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 1,1% პუნქტით შემცირდა და 14,2% შეადგინა, აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში. 2024 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 9,5% შეადგინა, რაც თავისთავად აისახა შრომის ბაზრის მიმართულებით ტენდენციებზე. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა ფიქსირდება როგორც თვითდასაქმებულთა, ასევე დაქირავებით დასაქმებულთა ჯგუფებში და ზოგადად შრომის ბაზას რო შევხედოთ, სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად ხდება დასაქმების ზრდა, რაც შრომის ბაზარზე ჯანსაღ ტენდენციებზე და ზოგადად შრომის ბაზრის სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს. ჩვენი მოლოდინია, რომ 2025 წელს ჩვენ შევინარჩუნებთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპს, რაც რა თქმა უნდა საშუალებას მოგცემს კიდევ უფრო გავაჯანსაღოთ შრომის ბაზარი, გაიზარდოს დასაქმებულთა რაოდენობა, შემცირდეს უმუშევრობის მაჩვენებლები. ჩვენი საუკუნის ისტორიული მინიმუმამდე არის შემცირებული უმუშევართა ფიზიკური რაოდენობა 227,000 ადამიანი. შეგახსენებთ, რომ ყველაზე პიკური მაჩვენებელი ჩვენ საუკუნეში უმუშევართა რაოდენობისა ჰქონდა 2012 წელს 442,500 და მაჩვენებელთა შედარებით შემცირება არის 92%, რაც სერიოზული კლება არის უმუშევართა ფიზიკური რაოდენობისა. საქართველო აგრძელებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, აგრძელებს დასაქმების ზრდას, მცირდება უმუშევრობა და საბოლოო ჯამში 2025 წელსა ჩვენ გვიქნება მყარი მაჩვენებლები. საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარეობას იწყებს, რაც პასუხისმგებლობასთან ერთად არის შესაძლებლობა რეგიონული თანამშრომლობის წახალისების, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისა და მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლის პროცესის წინსვლის. აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვენაში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც მან აქცენტი იმ მიმართულებებზე გააკეთა, რომელთაც საქართველოს თავმჯდომარეობისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. მათ შორისაა ენერგოეფექტურობა, საკანონმდებლო დაახლოება ევროკავშირის ენერგეტიკულ რეგულაციებთან და ენერგოუსაფრთხოება. ენერგეტიკული გაერთიანება საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობას ენერგეტიკული უსაფრთხოების, ენერგეტიკული მდგრადობისა და გარემოს დაცვითი მიზნების მიღწევის კუთხით. საქართველომ, რომელიც ორგანიზაციაში 2017 წელს გაწევრიანდა, პირველად ჩაიბარა მისი თავმჯდომარეობა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია არსებობის 20 წლიან ისტორიას ითვლის. ყურადღება გავამახვილეთ ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის ენერგოუსაფრთხოება, ასევე ის საკანონმდებლო დაახლოება, რომელიც ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში და ასოცირების ფარგლებში, როგორც საქართველოს, ასევე წევრ ქვეყნებს აქვთ აღებული ვალდებულება. ასევე ხაზი გაესვა აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მიერ ბოლო წლების განმავლობაში გატარებულ იმ წარმატებულ რეფორმებს, სადაც საქართველოს ფაქტიურად წარმოაჩენს როგორც ლიდერ ქვეყანას წევრ ქვეყნებს შორის. ქუთაისში დუმბაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ეგრეთ წოდებული მეტადონის პროგრამით მოსარგებლე ერთი პირი, რომელიც სავარაუდოდ მისთვის განკუთვნილ მეტადონის უკანონოდ გამოტანას და რეალიზებას ცდილობდა. მას ჭხრეკა ადგილზე ჩაუტარდა, დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას ან გასაღებას გულისხმობს. ძალიან დიდი ბენიერება იყო, როდესაც ამერიკას და მითხრეს, რომ ერთ-ერთი გამარჯვებული გავხდი ამ პროექტის და არც სიხარის რამები წამომივიდა და ეგრევე დედაჩემთან გავიქეც და ვახარე, რომ გავიმარჯვა და შემდეგ წელს ამერიკაში გავატარებდი, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი შრომა ვსდებთ, ყველა ფინალისტი და იმიტომ რომ ფლექსის ტურები არის ძალიან კომპლექსური.
და გვიწევს რომ ნამდვილად ვიმსახურებდეთ და ნამდვილად ვიყოთ მომავალ ლიდერები, რომ გავხდეთ ამ პროგრამის გამარჯვებული. ამიტომაც დაუწყარი წამები იყო, ეგ რამდენიმე წამიანი ზარი, ზარმა გააბედნიერა მთელი ჩემი დღე და შეცვალა ჩემი ცხოვრება. ამ პროგრამაში წარმატების მისაღწევად საჭირო აპლიკანტს ჰქონდეს ლიდერული უნარჩვევები. ასევე კომუნიკაციის კარგი, ასე ვთქვათ, კარგად უნდა გამოდიოდეს კომუნიკაცია, რადგან ამერიკაში წასვლის შემდეგ ჩვენ გვიწევს საერთოდ უცხო კულტურაში ცხოვრება მასპინძელ ოჯახთან ერთად და ამერიკულ სკოლაში სწავლა. და ეს თავისი უნარები უნდა გამოიყენოს და რეალიზება მოახდინოს საკუთარი თავის უცხო გარემოში. და სწორედ ეს უნარები არის საჭირო, რომ შეგამჩნიონ და მოგცენ შანსი, რომ შენ გახდე გამარჯვებული. ასევე არის საკმაოდ კომპლექსური ეტაპები გასავლელი, როგორც უკვე ვახსენე. და ყოველ ეტაპზე უნდა დაანახო და აჩვენო, რომ შენ ნამდვილად ღირსეული აპლიკანტი ხარ და იმსახურებ გამარჯვებას. მე ძალიან დიდი გამოცდილება მქონდა წარსულში. მაგალითად მოხალისეობა დაიწყო სასწავლო ახალგაზრდულ საბჭოში, შემდეგ უკვე სასწავლო ახალგაზრდული საბჭოს განათლებისა და კულტურის თავმჯდომარეც გავხდი. პირველი ნაბიჯები სწორედ აქ გადავდგი, შემდეგ გავერთიანდი სხვადასხვა ორგანიზაციებში, ვიყავი ნაყოფი ბანაკში, ასევე ერასმუს გაცვლით პროგრამის გამარჯვებულიც ვარ და ამ ზაფხულს ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე უცხოეთში, შევიძინე როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეგობრები და მართლაც უმაგრესი თავგადასავლებით დაბრუნდი სამშობლოში. და ეს გამოცდილებაც რა თქმა უნდა გამომადგა, იმიტომ რომ უკვე მიჩვეულო ვიყავ უცხო კულტურების გაცნობას, უცხოებთან კონტაქტს და ძალიან ტკბილად მახსენდება, იმიტომ რომ ეს ადამიანები დღემდე ჩემი მეგობრები არიან და დღემდე ხარს მიჭერენ. ასე რა თქმა უნდა, ცოდნა განათლებაც მნიშვნელოვანი მივიღე. მნიშვნელოვანი არის, რომ ამ პროცესში მხარდაჭერა, რომ გრძნობდე მხარდაჭერას, იმიტომ რომ იყო ხოლმე პერიოდები, როდესაც არ ვგრძნობდი მოტივირებულად და თავდაჯერებულად თავს, მაგრამ გარშემო მყავდნენ ის ადამიანები, რომლებიც მეხმარებოდნენ, რომ ისევ წმენა მიპოვა ჩემ თავში. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი არის, როდესაც მაგალითად ჩემი სკოლის მასწავლებლებს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო, რადგან ყოველთვის აი თუნდაც საბუთების მოგვარების პროცესში ძალიან გვერდით მედგნენ და მეხმარებოდნენ. ასევე ჩემი მეგობრები და მშობლები, რომლებიც მხარს მიჭერდნენ ემოციურად. ჩემი მთავარი რჩევა მომავალი აპლიკანტებისთვის იქნება ის, რომ რა თქმა უნდა, ბევრი უნდა იშრომოთ ამ შედეგის მისაღწევად, მაგრამ ასევე თუ უარყოფით პასუხი მოგივიდეთ, ეს ამის არ ნიშნავს, რომ უნდა დანებდეთ პირველივე ცდაზე. პროექტში მონაწილეობა, ამ პროგრამაში მონაწილეობა კრიტერიუმების მიხედვით არის, მაგრამ ძირითადად სამი შესაძლებლობა აქვთ ხოლმე მონაწილეებს და თუ პირველივე ცდაზე დადებითი პასუხი ვერ მიიღეს, მე ვურჩევდი, რომ არ დანებდნენ ამით, კიდევ გააგრძელონ, უფრო განვითარდნენ, უფრო ბევრი გამოცდილება მიიღონ და შემდეგ კიდევ ხელთავიდან ცადონ. რადგან როგორც ვახსენე უკვე, საკმაოდ წარმატების გზა საერთოდ საკმაოდ ისეთ დატვირთული არის გამოწვევებით და არ უნდა შეუშინեն ამ გამოწვევებს და როდესაც გადალახავენ ამ ყველაფერს, მე უკვე თვითონაც იგრძნობენ ძალიან დიდ მოტივაციას. და უფრო გააძლიერებს ყოველი სირთულე მათ. ამიტომაც თუ ფიქრობთ, რომ მზად ხართ ერთი წელი ამერიკაში გაატაროთ, Flex პროგრამა არის საუკეთესო შესაძლებლობა თქვენთვის. და აუცილებლად მიიღეთ მონაწილეობა და გამოცადეთ თქვენი თავი და მაქსიმალურად ეცადეთ, რომ კარგად წარმოაჩინოთ თქვენი თავი ყოველ ეტაპზე.